მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ცოტა განსხვავებული ვიდეო გვაქვს. აი მოვედით ნაკრების თამაშზე მიხეილ მესხის სტადიონზე და სანამ თამაში დაიწყება საქართველოსა და ესპანეთს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი, მანამდე მოდი შევხედოთ რა ხდება ფან-ზონაში. ესეც ფან-ზონა, მოვედით სტადიონის უკან არის. როგორც აღმოჩნდა, ვინაიდან ცოტა არ იყოს დავიბენით. კარები ღია არ არის, ჯერ არის 2 საათი, დაახლოებით 2 საათი რჩება თამაშამდე. კარები ღია არ არის სტადიონის და კითხვა-კითხვით მოვაგენით ფან-ზონას. მიდი ხა ჩემი ძმას ისწავლა. არ გამოვიდა, კაი, არა ვიჭო. მოკლედ ეს პირველი თამაში ეგრევე შემხდენ იმასთან რა ქვია, შესასრულთან ფან-ზონის და ეგრევე დავარდე და შტანგაგოლი გავიტანა როგორც ნახეთ. ოთომ ვერ გაიტანა, მაგრამ საჭესთანაა, ამიტომ ერთით საკმარისი ოთო დალევს ამ იმას რა ქვია, ლუც. აბა გავაგზავნოთ, კიდე რა ხდება. ძალიან ცხელა მეგობრებო და მოდი ცოტა ლიდან შევხედოთ რა სიტუაცია. Acire. აბა ოთოცლის ეხა? არა. მესამე? ეგ არის. საქართველოს თამაშება მასპინძლობს ესპანეთს, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ და ცოტა არ იყოს გადაზრდილ ტურნირზე რაგბი ევროპაზე, სადაც აბსოლუტურად ფავორიტები ვართ და დღესაც დამტკიცდება მეეჭვი არ მეპარება. მშვენიერი დღეა, მზიანი დღეა, უკეთეს რო ერინატრებდა. კარგად არის ეს სივრცე მოწყობილი, მადლობა ორგანიზატორებს. ლადო კილასონი არის ჩემი პირველი სტუმარი და ლადო მადლობა. აჰა, მეგობრებო, ნელ-ნელა შეიმსო ფან-ზონა, აქ ცხოველები ჩამოგვერდნა, ხედავთ აქ შავა მამუკაშვილი, შადრე, ყველასთვის საყვარელი ქართველი მორაგბე, ცენტურიონი 103 კეპით არის ჩემთან ერთად. ისროლე ცოტა ახლოს ისროლე.
მოვიგეთ მეორე ცდაზე. განსაკუთრებით მიხარია ჩვენ მორაგბებთან მოსვლა და რაგბის ნაკრებზე მოსვლა, იმიტომ რომ ეს არიან ბიჭები, რომლებიც ხარს უჭერენ ჩვენს სახალხო პროტესტს, რომელიც რუსთავზე მიმდინარეობს და თითქმის 100 დღეზე მეტია უკვე. განსხვავებით ქართველი ფეხბურთელებისგან, რა თქმა უნდა, ხა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსაც გულშემატკივრობ, მაგრამ აქ ორმაგი мотивაციით მოდივარ, ვინაიდან ვიცი რომ ეს ბიჭები ადგანან ქართველი ახალგაზრდების მხარეს. შევიხედოთ ჩვენ სტადიონზე და მე უკვე მოუძებნო ჩვენი ადგილი. ჩვენ ზივარ სადღაც აი ცენტრში იქ. ალამდე ქართული რაგბის კომაგები მოვიდნენ სტადიონზე და საინტერესოა ნამონა. და იმის ვაგირად რომ გარეთ გვეჭამა შიგნით შემოვედით და მერე გავახსენდა რომ ხშიროდა რა ამიტომ ამაში გადავიხადეთ 10 ლარი კოკაკოლაში 4 ლარი 28 ლარის არის წინვალე ლელო დავდეთ ვასილ ბჟანიძის შემოძრაობის შემდეგ მაგრამ როგორც ჩანს რაღაცა ხდება საჯაროა გერ ჩვენს თვალწინ ამოწმებენ ვიდეო გამეორებით ამ ლელოს მოსტობაში ჩვენს გვერდით აღმოჩნდნენ ფიჯელი მორაგბეები აგერ აბა ნახოთ გადაწყვეტილება ლელო არ წაითვალა მეგობრებო ისევ ანგარიშია 3-0 ესპანელების სასარგებლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს შესვენებაზე მეგობრებო რაგბის მაისტრული თამაშდება შემთხვევითობის შემდეგი სექტორი 23 რიგი ნომერი 6 ადგილი ნომერი 20 ჩვენი არის 22-9 და 22-22 ნახოთ კიდევ არის მაისურები სექტორი ნომერი 17 რიგი ნომერი 10 იქ მოიგო ვიღაცა შემდეგი სექტორი ნომერი 22 ცოტა ადგილი ნომერი 22 22 მოიგო და 22-9 იყო ჩვენ შეგასწავლეთ თქვენ გამოგეცემათ რაგბის მაისურები. მე-18 სექტორი. ამდენი სექტორი 20.000 კაცი. შემდეგი სექტორი ნომერი 23. რიგი 8
და ადგილი ნომერი 11. ანუ ის ყველაზე ახლოს იყო ისა 22 9 იყო ხო ჩვენი და ის იყო 5. 16 ივლიანის არაგო მაისური. ბატონო. ანგარიშია 17-16 ვეღორებო ტაიმის შემდეგ და ცოტა ხანში დაიწყება მეორე ტაიმი. Georgia 41, Spain 21. Orme işleme akaki tabutadze. Aslında bu tamaşa ormanda eksik tozlarla Sakartvelos hakikaten menegzis Avrupa şampiyonu. დაჯილდოების შთამბეჭ ცერემონიას. ესესაც მეგობრებო დასრულდა დღევანდელი შეხვედრა საქართველოს რა თქმა უნდა ისევ ევროპის ჩემპიონია მე-17-ჯერ უკვე რაც ამტკიცებს იმას რომ ნამდვილად საქართველოს გზა და საქართველოს ადგილი არის ევროპაში. დიდი მადლობა ყველას ვინც იბრძვის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ვინც იბრძვის ქუჩაში უკვე 100 დღეზე მეტია. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე.